რა უნდა გავაკეთოთ, როცა ვინმეს ვაწყენინებთ, უნდა შენდობა ვთხოვოთ ბავშვი. მაპატია. ეს ისეთი სიტყვებია, რომელიც ბევრამე შველის. ფანქარს უკან ხო აქვს საშლელი. დავშოთ ხატავ და შეგეშალა, რას აკეთებ? წაშლი. აი ეს საშლელი არის მაპატია. და თუ შენ დაიჟინებ, რომ ეს სწორად გავაკეთე და საშლელს არ გამოიყენებ, დაგრჩება ის უშნო ნახატი. უშნო ურთიერთობები, ეგრე არ არის? ამიტომ ლამაზი ურთიერთობები რო გქონდეს, სიტყვა მაპატია უნდა გამოიყენო. სიტყვა გთხოვ უნდა გამოიყენო. გესმით? სიტყვა თქვენს შემდეგ უნდა გამოიყენო. ჯერ თქვენ აიღეთ, ჯერ თქვენ მოვძანდით, ჯერ შენ გააკეთე და ასე შემდეგ. მაგას გააკეთებ, ლამაზი ურთიერთობები იქნება. თეოდორ დოსტოევსკი ასეთ რამეს ამბობს, როგორ ლამაზად ლაპარაკობენ სიყვარულზეო და როგორ ულამაზოდ უყვართო. სიყვარულზე ლაპარაკი, იცი რა ადვილია, ისე ლამაზად ილაპარაკებ, მაგრამ ლამაზად რომ გიყვარდეს, დედმამიშვილი, მშობელი, მეგობარი, შეყვარებული თუ ასე შემდეგ, შენი სამშობლო. ეგ ცოტა რთულია.